ქობულეთში მშენებარე ობიექტის გამო მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს. სოფელ სახალვაშოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებლობის გამო მათი სახლები დაზიანებულია, ბაღები კი განადგურებული. დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს. მშენებლობა თავდაცვის სამინისტრომ 2 წლის წინ დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ პრობლემას მოსახლეობასთან მოლაპარაკების გზით მოაგვარებენ. ეს ქობულეთია, სოფელი სახალვაშო. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ამ ადგილზე საიდუმლო სამხედრო ობიექტის მშენებლობის მიზნით თავდაცვის სამინისტრომ თაგადაჭრა. რის გამოც სახლები დაზიანდა და ხეხილის ბაღები განადგურდა. ბაგრატიონების 6-სულიანმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დაცალა. ფიქრობენ, რომ აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. საშიშია უკვე აქ ცხოვრება რა. უკვე 10 დღის უკან ეს მხარე მთლიანად მოწყდა. და ახლა ზევით და ძალიან დიდი წყალი დგანა. და ნებისმიერ წუთს შეიძლება რომ მოწყდეს ეს მეორე მხარეც და სახლს დაარტყას რა. ბაგრატიონების სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. დახმარების თხოვნით სხვადასხვა უწყებებს მიმართეს. წერილი პირადად პრეზიდენტ სააკაშვილსაც გადასცეს, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ბაგრატიონების გარდა კიდევ ბოლქვაძეების მრავალსულიანი ოჯახია დაზარალებული. თქვენთვის საკეთილდღეოდ ვაკეთებთო, მაგრამ კეთილდღეობის არაფერი არ დაგჩენია. პირიქით სახლი დაგვინგრიეს, ტრიალდენ ისე გეიპარეს არჩევნების მერე, რომ უკან არ მოუხედიათ. ღამით გადაზიდეს მთელი ტექნიკა და მთელი ყველაფერი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემას მოითხოვს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც სოფელში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგიც გამართა. ბაკურიძე თანხის გადახდას თავდაცვის სამინისტროს თხოვს. ამ შემთხვევაში ზარალი განიცადეს სახელმწიფოს მიზეზით. კონკრეტულად თავდაცვის სამინისტრო აქ აწარმოებდა გაურკვეველი ობიექტის მშენებლობას. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყვიტეს ეს მშენებლობა, მაგრამ ამ ხალხს არავინ არ გაცა პასუხი იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით იმ ოჯახებს, რომლებიც თავდაცვის ობიექტის არეალში მოხვდნენ, ალტერნატიული ფართისა და კომპენსაციის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. აქ დასამალი არაფერი არ არის, ოჯახი თვითონ განიხილავს თავის, ასე ვთქვათ, წრეში რამდენად მისთვის ხელსაყრელია ეს პირობები, რომელიც ჩვენთვის მიერ არის შეთავაზებული და შემდეგ ეტაპზე ისევ დაუბრუნდებით და რა თქმა უნდა თავდაცვის სამინისტრო ამას დადებითად გადაწყვეტს და შესაბამისად მიიღებს იმ ზომებს, რომ ოჯახი არ დაზარალდეს და შესაბამისად დაკმაყოფილდეს. სამხედრო უწყების ინფორმაციით მოსახლეობასთან კომპენსაციასთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.